მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ განვიმეორდები, რომ ეს არის საჯარო გაშლები და ძალიან გთხოვთ თქვენს ცხოვრებას ამ თარგს ზუსტად მოარგებთ და ნუ გადაწყვეტ, რომ ამ თარგზე უნდა აჭრათ, იმიტომ რომ მერე იმედგაცრუებები არის ხოლმე და სამწუხაროდ ეს არავისი ბრალი არ არის გარდა იმის, რომ ზედმეტ ასე ვთქვათ შინაარს და ზედმეტ ენერგიას ვაწერთ ამ საჯარო გაშლებს, ხომ? ბევრი რაღაც შეიძლება რეზონირდეს, რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერი ვერ და ყველაზე არა, ხომ? ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, კონკრეტული კითხვები როცა გაქვთ, მიმართეთ პირად გაშლაზე თქვენთვის სასურველ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ვის, მაგრამ პირად კონსულტაციაზე. მადლობას გიხდით თვითონ თქვენთაგან თქვენი უკავშირებისთვის, თქვენი რეაქციებისთვის, ზოგადად იმისთვის, რომ იყურებთ, თუნდაც კულისებიდან უმოქმედოთ და აბსოლუტურად ყოველგვარი ენერგიების გაცვლის გარეშე, მაგრამ ესეც თქვენი არჩევანია. კარგით, მოდით ნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის გრძნობები, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. და ნახოთ ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ადამიანი ძალიან იმპულსური, ძალიან ენერგიული, ძალიან სხარტი, აი მყისიერად რომ უღებს ყველაფერს არ ყოს, მყისიერი რეაქციები რომ აქვს ყველაფერზე, ძალიან გონება გამჭვირია ხი, ძალიან აქტიური, ძალიან ცეცხლოვანი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხშირ შემთხვევაში დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიუღებია. ადამიანი, რომელიც ძალიან ჰარმონიაშია სამყაროსთან, ადამიანი, რომელიც მე ვიტყოდი შესაძლოა სამყაროს რჩეულიც იყოს, ადამიანი, რომელსაც სამყაროსგან მიეცა ძალიან ბევრი ნიჭი, ძალიან ბევრი რესურსი და ძალიან დიდი შესაძლებლობები და ადამიანი, რომელიც არის ძალიან შემდგარი, ძალიან თვითკმარი, საკმაოდ მყარად მდგომი საკუთარ ფეხზე, ფინანსურადაც საკმაოდ კარგი ბექგრაუნდი აქვს ყველა მიმართულებით, მოდი ასე ვიტყოდით. არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცები იყურებთ თუ ქალბატონები და არ ვიცი, არ გავასწრებ მოვლენებს, მაგრამ შესაძლოა ამ ადამიანს უკვე ოჯახიც ჰქონდეს, ხო? და საკუთარი იმპერიაც ჰქონდეს. მოდით და მოდი ვნახოთ ამ ადამიანის გრძნობები თქვენს მიმართ, ახლა ვინც მიყურებთ, ხო? რა ენერგიებში, რას გრძნობს თქვენი მისამართით? სუფისტაროში მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს არკანი ყველაზე დაბალ პროცენტულად შეიცავს არჩევანის მომენტს და გაყოფის ენერგიას, ეს უფრო ჰარმონიული, ეს უფრო ისეთი გამგები, უფრო მზრუნველი, უფრო ისეთი თბილი ემოციების მატარებელი არკანია. ადამიანი შეყვარებულია, მეგობრებო. ნახეთ, ამ დასტაში ვამბობ, თორე ზოგადად შეყვარებულების არკანი უმეტეს დასტაში არჩევანს მოიცავს. უმეტეს დასტაში მაინც გაურკვეველი რაღაცებია, მაგრამ ამ დასტაში ასეა. მაგრამ ყველაფერი გაფუჭებულია. იმდენად გაფუჭებულია, რომ ღამეები არ გძინავთ, დებრესია, სტრესი, შიშები, შფოთვები, მოკლედ საკმაოდ ისეთი მძიმე ენერგიებია. თქვენ შორის ორიანი კვერთხებით, კი ბატონო, კვერთხის თხია, კი ბატონო, გამარჯვება, კი ბატონო, წინ ბევრი შესაძლებლობა, მაგრამ მაინც ორიანია, მაინც არჩევანია, ხო? არა, აქ ცალსახად ემოციური შესაძლებლობა, ფინანსური პრობლემებიც იყოს, ხო, ადამიანი არის წასული, გაქცეულია, რო იტყვიან. ან თქვენ ხართ გაქცეული ადამიანი ძალიან, აი რამდენი სულ უსიამოვნო ნეგატიური არკანები ამოდის, ადამიანი, რომელიც გადაფოფრილი, არ ვიცი, რაღაცას, ვერ გეტყვით რა არის მისი მიერ დაგროვილი ქონება, მის მიერ დაგროვილი შენაძენი, არ ვიცი, რაღაცა რაც ყოველ შემთხვევაში ამ სამყაროში მოიმკო თუ მიიღო და აი ნუ როგორ გითხრათ, ადამიანი, რომელიც ინფორმაციებს აგროვებს თქვენზე. არ არის თლათ ისე, რომ არ მაინტერესებს და წავედი. თან წავიდა, გაიპარა
თან ასეთ ენერგიებში და თან მაინც ინტერესი აქვს თქვენი მისამართით, ეჭვიანობს, რაღაცა დაფარულია თქვენ შორის მეგობრებო. ან ფარული ურთიერთობაა ეს, ან ეს ადამიანი თქვენ ძალიან ბევრ რაღაცას გიმალავთ. რაღაცა ცეცხლთან თამაშის მომენტს გავს თქვენი ურთიერთობა, ტრანსფორმაცია. არ ვიცი, შესაძლოა ის გქონდეს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი უკან უნდა მოვიტოვო, რაც მოძველდა და რაც უკვე აღარ მჭირდება და თვითიზოლაციაში ადამიანი გადასული, შიშები, შგოთვები, არ არის აქ კარგი ენერგიები. ცალსახად და რაღაცას ჩქარობთ, არ ვიცი თქვენ, არ ვიცი ის, მაგრამ აქ ენერგიები იმის, რომ რაღაც უნდა დროულად, აი რაღაც გეჩქარებათ, რაღაც უნდა მოასწროთ, ეგ ფაქტია, მაგრამ პირდაპირ მშობით რომელიღაცა არ გამოვრიცხავ, ესე უენერგიოთ, მისუსტებულები, შეიძლება ავადაც იყოთ, ხო, მაგრამ აი ამ მზის არკანით არ ვიცი, ხო თქვენ შორის ენერგიებზე რა შემიძლია გითხრათ, არ ვიცი, შვილები გყავთ საერთო, არ ვიცი, მოცილებული ორსულობა, არ ვიცი, დაგეგმილი ორსულობა, რომელიც ვერ შედგა, ეგოიზმი, უამრავი ინტერპრეტაციით შემიძლია გითხრათ, ხო რაკიღაც საჯარო გაშლა, აქ რომ მე დადებითი არკანები მქონოდა მეგობრებო, ცალსახად მზე სხვანაირად ახსნით, მაგრამ აი ამ პაზლსა და კომბინაციაში მე აქ დადებითს ერთ-ერთი შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცას გეგმავდით და არ გამოვიდა და სინდისი ძალიან აწუხებს ამ ადამიანს. ძალიან აწუხებს, რაღაცა თავდაცვის მომენტებზეა გადასული, ჩიხშია და მესამე პირი გყავთ, იმპერატრიცა. იმპერატრიცა. კი ბატონო. პრობლემები მენტალურიც, რაღაც ასეთ მეტად ემოციური ფონი, მიჯაჭვულობები, რაღაცა უმადურობის შეგრძნება, რაღაცა იმედგაცრუებები, არა. ახლა თქვენ შორის კარგი არაფერი ხდება მეგობრებო. რასაც არკანები მეუბნება, ხომ ვერ მოგატყუებთ. თქვენ შორის ეთიკისთვის კარგი ნამდვილად არაფერი ხდება. გრძნობებშიც ძალიან არეულია. აი, მოდით ერთი წუთით მეორე, აი ამ დღეს უნდა ვიკითხე, იმიტომ რომ ეს ფსიქოემოციურ ფონს ძალიან კარგად კითხულობს და ძალიან კარგად შიფრავს და აბა მითხარით, რას გრძნობს ეს ადამიანი, ჩაფიქრებული ადამიანი შემაყურებლის მიმართ. Eight of Swords რუიანი ხმლები, გამიმეორდა არკანი იქ, რაც იდა ნახეთ რა საინტერესო. არა ადამიანი ცალსახად რაღაცა ძალიან ცუდად მოიქცა, 7-იანი ხმლები, ესე იგი ხმლები, ეს ადამიანი დიდი ალბათობით მეგობრებო არის დაოჯახებ, კი ბატონო. აჰა, და ეგრეთ ამიდასტურა. დაოჯახებული. რომელსაც არჩევანი ქონდა, რომელსაც აი როგორი მომენტები ქონდა, იცით? თავარ, ხო აქ ცოტა ისეთი თავერია, უსიამოვნო ძალიან პრაქტიკულად, მკვდარი თევზი კი არ არის, შემწვარი თევზია, ჩემთვის ცეცხლში გახოვული. არ მიყვარს ეს არკანი. ზოგიერთ ასტაში ძალიან მიყვარს სიკვდილის არკანი, მაგრამ ასტაში ეს არკანი არ მიყვარს, ხომ და რას ვამბობდი. არ არის კარგი მუზეუმიერება, რომელ გრძნობებზე უნდა ვისაუბრო, მეგობრებო, ეს ადამიანი ხმლები, სტუზი და აი რამდენი ხმალია უბრალოდ და იქაც, იმ დასტაზეც და აქაც. მოკლედ ერთი რამე დაიმახსოვრეთ, მეგობრებო. არსებობს ესეთი გამოთქმა, ხო? ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა მოგწყვრულია ბევრი სიკეთის კეთებითო. დაუფიქრდით და მიხვდებით, რაც ვთქვი. ხომ და ნუ დაუყრით ხორებს მარგალიტებს. აბსოლუტურად აგერ ტაროს არკანების იქით რა ენერგიაც მომდის და იქ მოდი ვიკითხოთ რა, ღირს ეს ურთიერთობა, თქვენ გადაწყვეტეთ ღირს თუ არა მეგობრებო, 10-იანი ხმების ყვავილის ღერძშია ჩარჭობილი ხმა. ხო,
თქვენი გადასაწყვეტია, მე რა თქმა უნდა, როგორ ჩავერევი ან ვინმეს რა, მაგრამ რჩევით თუ ვინმე მკითხავთ, გეტყვით, რომ არ ღირს. მადლობა პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტი და ვნახოთ გრძნობები. ვნახოთ გრძნობები. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? კარგით რა, კაცო, არჩევანი. არა, არჩევანი ნაკლებად. მოპატიეთ, პენტაკლების მეფეა, ხო? აქაც თვითკმარი, აქაც შემდგარი, აქაც ისეთი, ცასთან მიწას რომ გადადგავს, ძალიან სტაბილური, ძალიან გაწონასწორებული, ძალიან აკადემიური, ძალიან კარგი ტიპი ყველა მხრივ, ხო? შეყვარებულიც, მინდა გითხრათ, ემოციური, საკმაოდ, აი, როგორი იცით, სიყვარული რომ უყვარს, ხوارიან ესეთი ადამიანები. მზრუნველი, თანამდგომი, კეთილი, აი, ძალიან კაი ადამიანია. ძალიან კაი ენერგიები მოდის, ემოციური, აი, არ დაგზარდებათ არაფერზე, ხო? პატარა სითბოს აჩვენება, ანუ ერთს აკოცებ და 1000 რომ დაგიბრუნებს, ხო, ერთს ჩაეხუტები და 1000 რომ ჩაგეხუტება. აი, ესეთი ადამიანია. პენტაკლების მეფეებს ცოტა ნაკლებად ახასიათებთ ხოლმე ასე, მაგრამ ფაქტი ეს არის. მაგრამ რაღაცა გაყოფილი ენერგიები აქვს. გამარჯვებებს ნაჩვევი, მაგრამ ხშირად მიჯნებსა და საზღვრებს ემოციონალური. კარგით. ახლა მითხარით, რას გრძნობს ეს ადამიანი ჩემი მაყურებლის მიმართ? გრძნობები მანახე. რას გრძნობს და დანაკარგ სინანულს, გაფუჭებულ ურთიერთობებს, მერყეობას, დაიწონას ფსიქოლოგიურ საქანელებს, ემოციურ საქანელებს, ხო? თითქოს განვიკურნე, თითქოს გამოვდივარ, თითქოს თავს ვეხმარები, ვლოცულობ, მაგრამ მაინც იმ ჩემს სავსე თასებისკენ მიმირბის გონება, ხო? რას გრძნობს? ძალიან ისეთი ჩაკეტილობა აქვს, ძალიან თვითიზოლაცია, თქვენს შორის ახლა შეიძლება ბლოკებიც გაქვთ ერთმანეთს დადებული, მაგრამ გრძნობები მიზიდულობა ცალსახად აქვს, ახსენდება ის თქვენი საერთო პერიოდი, ერთმანეთთან ურთიერთობა და აი როგორი მომენტი აქვს, იცით, რომ მე ასეთი ურთიერთობა ნეტავ თუ იქნება კიდე, აი დაახლოებით ასე. პენტაკლების მეფე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბოლოს და ბოლოს სადაც არასჯობს გაცლას ჯობს, ხო? რაღაცა სხვა ნაპირი ავირჩიეთ, რაღაცა გამარჯვების ნაპირი ავირჩიეთ, მე რა რაღაცა არ გამოვიდა, მაგრამ ოპტიმისტი ადამიანია. მე ხალია თუ კაცი არ აქვს მნიშვნელობა მეგობრებო. ხო, ყოველ შემთხვევაში ცალსახად ფიქრობს ერთმანეთთან ემოციური დარჩენილი გაქვთ, მაგრამ რაღაცის გამო არ ვიცი, აი აქაც განსხვავება მიფიქსირდება. აქაც რაღაც არ ვიცი, ასაკი გიშლით ხელს, არ ვიცი, ოჯახის მომენტი მართლა გიშლით ხელს თუ რა არის, მაგრამ ქარიზმა სასწაული, მიჯაჭვულობა სასწაული, მიზიდულობა სასწაული, აი ერთმანეთით სუნთქავთ ჯერ კიდე ერთმანეთით სუნთქავთ. ჯერ კიდე კონტროლის ქვეშ აქვს ყველაფერი ამ ადამიანს, ანუ ამ თავის სავსე ემოციებს მაინც კონტროლის ქვეშ ატარებს. იმიტომ რომ რაღაცა სტაბილურობა აქვს, იმიტომ რომ სავარაუდოდ აქაც სამკუთხედია. დამიდასტური ხდება კი. აქაც კონფლიქტური ენერგიები აქვს, რაღაცას ხმლების დედოფალი და თასების დედოფალი კი აქ ორი ქალია. მაგრამ სადაც არ უნდა იყოს შთაგონებით, თავიდან ბოლომდე თქვენსკენ არის მომართული მეგობრები. თავიდან ბოლომდე მაინც მის ცნობიერი თქვენზეა მოჯაჭვული. კი, არა, ამას თასების მეფეა. გრძნობები აქვს იმდენი, რომ სად წაიღოს არ იცის, მაგრამ ახლა რაღაცები გაფუჭებული გაქვთ ცალსახად ორივეს. მადლობა მეორე ვარიანტს. და ვნახოთ
მესამე ვარიანტი რა ხდება. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ძალიან შემდგარი, ძალიან წარმატებული, შეიძლება საკუთარი ბიზნესი გქონდეს, ყოველ შემთხვევაში ძალიან ათასების მეფითად სავსე ადამიანი, ხო, აი ყველაფერი, რომ იმპერატორი არ გამოურიცხავ დაოჯახებული, არ გამოურიცხავ შვილიშვილები წყავდეს და მაგრამ ძალიან წარმატებული, ძალიან სამართლიანი, ძალიან კეთილი იმპერატორი არის სასწაული არკანი, მეგობრებო. ძალიან სწორი ადამიანი, აი შეიძლება მდიდარი იყოს, შეიძლება კეთილი იყოს, ხო, შეიძლება არც ბევრი მიმართულებით კარგი იყო, მაგრამ სწორი ვერ იყო. აი სწორი ადამიანია რა. ადამიანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულ რომ შვილიშვილების პატრონი იყოს, მაინც ახალგაზრდულ ენერგიებში, მაინც აი ნებისმიერ ჩიხში გამოსავალს რო პოულობს, აი ეს ტიპის ადამიანია. და მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ თქვენს მიმართ რა მოგრძნობებია, აი წანა დაიწონა. განდეგილი თქვენ პაუზაზე ხართ, მეგობრებო, ცალსახად, არა, აქ ურთიერთობები არ არის, შესაძლოა ახალი დაწყებული ურთიერთობა, არჩევანი, არა, აქ უფრო შეყვარებულების და უფრო ჰარმონიის მომენტია, მაგრამ არჩევანს მე ვიტყოდი აი ამ პაზლთან და წინა არკანებთან მიმართებაში, რომ აქ რაღაცა ცალსახად კი ბედის ბორბით რაღაც შეიძლება კარგული ურთიერთობაც იყოს, არ ვერ გეტყვით, მაგრამ აქ მე ეს ენერგიები მომდის, მეგობრებო, ძალიან არ სიამოვნებს ხოლმე ყველგან ამ სამკუთხედის დაფიქსირება, მაგრამ კიდე აბა რა ხდება. ხო ვთქვი, პენტაკლების დედოფალი. აქ პენტაკლების დედოფალი, რომელთანაც ნახეთ იმპერატორი როგორ ამოდის, სულ რო ერთად ცხოვრობდნენ, ერთად არ არიან. ერთმანეთთან იზოლაცია, ერთმანეთთან უსიამოვნება, ერთმანეთთან ძალიან ნეგატიურ ენერგიებში არიან, მეგობრებო, მაგრამ თქვენთან მიმართებაში რა ხდება, თქვენთან მიმართებაში სასწაული მიჯაჭვულობა, სასწაული ემოციური ბმა, მაგრამ ზუსტად ემოციური შიმშილიც ამავდროულად. არა. გრძნობები აქ გვაქვს, მაგრამ სამართლიანობის არკანი რაღაცა მორალურ მომენტებს იმპერატორია ბოლო-ბოლო და ვერ ამიჩევს. მადლობა მესამე ვარიანტს წარმატებები დროებით.